გამარჯობათ მეგობრებო, ვინც პირველად მიყურებს, მე ვარ გიორგი ხაკაძე, მაგრამ პირველად არ მიყურებთ, აი ჩემი დაქალი აგერ არის ერთი. უთხარი. თქვენი სახელი? თქვენი სახელი? ჩემი სახელი გიორგი ხაკაძის მეგობარი. ხო, ნუ მოკლედ, აი ასე ვართ build, მაგრამ მარტო არა ვართ. არის კიდე ერთი სასწაული ადამიანი. თქვენი სახელი თუ შეიძლება? ჩემი სახელი გამარჯობათ, მე ვარ ია ფაროლავა, რომელიც არის ხაკაძის მეგობარი და ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი უსაყვარლესი ირინა, რომელმაც სულ ახლა ხანს იმღერა ოპერაში კარმენი, ჩვენი უმაგრესი გოგო, საოცარი ხმა, საოცარი მეცო-სოპრანო, მართლა ესეთი მეცო-სოპრანო კარგი ხანია არ ყოლია ოპერის თეატრს. ირინა დაღლილია, ბევრს არ ვილაპარაკებს. აბა ვანახოთ ირინა. ირინა. არ ჩაი უნდა და არ წყავა უნდა და არაფერი არ წყალი არ უნდა. მადლობა ჩემო საყვარელ ცოტა თმაგი ცოტა ჩავიფერხე. ჩემგან გასხოვით რა მჭირს ამ თემაზე. შევხედავ ცოტა ჩავიფერხე და ჩვენთან ერთად არის რა თქმა უნდა ჩვენი კახა ლაზარიშვილი კახი, რომელიც არის ოპერის კრიტიკოსი, ხელოვნებაცოდნე. კიჩნიკს რეაქციად ყურადღება რა. ხო, ირინა, ჩვენ ვართ ირინას ფანები და ფან-კლუბი ვართ ძალიან უდიდესი ფან-კლუბი. როდესაც ჩამოდის ხაკაძე მივდივართ ირინას ანახავად. ეხლა ხანს კიდე ირინამ ფანტასტურად იმღერა ვერთერი. ურთულესი პარტია, ნუ მოკლედ ესე და ნუ მანამდე ხო იყო სამსო და დალილა თუ გახსოვთ სასწაული და ასე შემდეგ. ირინა, მამაყოჩე. მე კი თქვენი თვალმა და მიყვარს. გურო მე მინდა მისულა ხაბატო. ციცოსთან მინდა. რა გინდა მისულა აგერა ჩამოვერდი გოგო. აგერა ყავს. ციცო რა გინდა და გეთქვე ჩემო სიხარულო. ვისაც ჯერ არ გინახავთ, წინა გაქვთ ეს დიდი სიამოვნება და ყველა ვნახეთ ეგ სპექტაკლი რა. კი, ნახეთ, 5 საათზეა. ოღონდ ირინას მონაწილეობა. ხო, ირინა შეშველება. არაფერი, აი არ მიყვარს ეგ სიტყვა, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად გაშველება. ყველაფერი კარგი. ცხოვრებისეულად ვითამაშოთ კარმენი. აბა რა. შენა, ერთი მეზობელი მყავდა და თავისოს ეუბნებოდა. თავისოს ეუბნებოდა. შენ კარმენივი დაგბრიდავ. Okay, bye. და თქვი რა ჭუშყანი. ანანიაშვილი კიდე ცეკვავს? კიდე? ბალეტიც გვინდა. ბალეტიც გვინდა, საერთოდ. ბალეტიც არის და ხაზირა იგრძნობა ნავარელი ხალი მარტიშია. მე რაღაცა ხდება. მე რაღაცა გამომეპარა. რაცა გამომეპარა. მე იქ რაღაცა მოხდა. რა ახლა ცისოყე მე უნდა გამიგეძო. არც ვიტყვება რა ვქნა. რამდენჯერ დამპატიჟა სპექტაკლზე. ხაკაძეს გადაგვიღებე და ხაკაძე კონსულტაციას უკეთებს. ხაკაძეს რა აქვს გასაკეთებელი? კარგი რა, ეს თვალები შეხედე, არის ეგეთი პრობა, я беру здесь складку и расправляется, значит, надо оперировать. Смотри, ничего не расправляется. Висит как фартук, у тебя нет бокового обзора. Всё, დამერხა ხალხო. Всё, ახლა უყურე აქეთ. ეს თვალი ნახე? Крыжа выходит, здесь тоже я беру в склад. Это что такое? Сюда, это давиклеп, ახლა 15 кило. Лицо у тебя не старое, молодое. Молодое, сегеста. Пока молодое, тогда надо поднять фейс. Лифтинг сделать. Лифтингებს მიკეთებ, Потому что когда постареет лицо, он внизу будет или наверху, это не имеет большое. Всё, ხალხნომ რას მიპირებენ აფიქსირებთ. კიდე რას მიპირებენ? Ты раз фейслифтинг гинда да? Фейслифтинг კიდე. Это фейслифтинг, значит, и будет у тебя 3D. Я не делаю ни этот эффект, ни этот эффект. Я делаю, почему со всего мира приезжать? Успокойся. Вот у тебя эффект будет. Вот этого не будет. Этого не будет, вот этого не будет. აბა ხალხო დაწერეთ მჭირდება პლასტიკური ოპერაცია თუ არ მჭირდება. აბა ველოდები თქვენ კომენტარებს. ციცო მეუბნება რომ უნდა აბა მითხრა. ისიც დამიწერეთ. ადამიანები რომელიც არ ბერდებიან და პლასტიკური ოპერაცია არ ჭირდებათ საერთოდ. შეხარ ეგ შენ. არ გჭირდება რა სიკეთებ ამისთანაც რაღაცა პრუჟინებია ეს გაიჭირავ სახეს გამოიჭირავ სახეს პრუჟინ არ ვიცი ბიჭო ჩამოვა მოდის შუადღეზე ვხედავ გაჭემულია ციცო რა გაიკეთებ მართლა რაღაცას იკეთებ პასტერებს ვიწებებ და დღეს ვერ დავიწებე
მოგეთ პლასტერი რომელსაც გამოგვიძა იცი სამძროს თუ 20 წუთი აკლდა სამს და ეს მირაკას 5 წუთი შემოვა არა მე 4 თითოელი ვარ მოიწევი ხოდა ჩამოვი პლასტერები აი ასე იყო ეს სუხიშულების მოცეკვავები რო ესე რო შემოდნენ ეს ხოდა ციცო მოდი რა ჯერღრამდენი ხო პლასტერები ო მარა პლასტერები 10 წელია გჭიბავ უკვე ხო, მოკლედ, ესე იგი, აბა მოიწერეთ, მჭირდება თუ არ მჭირდება. მეუბნება რომ აი ეს საქართველოში ჯერ გააკეთე მედიცინა და მე მოდი საოპერაციო. აი ასე, მეუბნება რომ ხარისხიანი ჯანდაცვა აწვეო. არ არის. ქირურგს რატომ არ აქვს კალჩუჟნეი პერჩატკი, ნახევარ საქართველოს გეპატიტიცი აქვს. ამიხსენი შენ მე ფხაკაძე ეს პასუხი. პირდაპირ გეკითხები. გამომიჭირე პირდაპირ ეთერში. ხო, აი მე რატო არ უნდა მქონდეს კალჩუჟნეი пперчатки? Мне же жалко себя. Потом кто будет мне платить, если я заболею гепатитом С? Гекითხები. ჩვენ სულ მე და ციზო სულ ჭხობობთ იმაზე ხარისხიან ჯანდაცვაზე ის მეუბნება რომ ჯანდაცვა ქვეყანაში არ არის ყველა არ არის ჯერ არ არის ჯერ არ არის არა მე მეუბნები რომ ვაშენებთ მეთქი და ცოტა დრო ჭირდება შენებ არა იკლავ თავს გაჩერდი ახლა აი შეხედა აი ასე მლაძყოს აი ეს შენ მარტო იმას თქვენ სიტვლი ერთადერთი ადამიანი ქვეყანაში რომელიც შეიძლება აი ასე პირდაპირ მითხრას ნუ მართალია ვირთხები უკვე ზოგჯერ ქვეყანაში აღარ არის ხარ ავტორიტეტი მაგრამ ჩემი მეგობარი ხარ და პირდაპირ ხო უნდა გითხრა რა ვირთხები რაში მაინტერესებს მე გეპატიტი C-ი არ გავხდე ავაქტორე ია მე ვკარგავ ქირურგის უფლებას კაიგე თუ მე მექნება რაიმე სულ მიმოწმებ ახლა შევიმოწმე ერთი კვესტი თუ მე მექნება რაიმე არ მექნება სტერილური სისხლი ну то есть безопасная სისხლი თუ არ მექნება მე ვკარგავ ქირურგის უფლებას და გააკეთებ ისე რომ კლინიკებში იყოს შესაბამისი დაცული ექიმი თუ არა და ეს არის პრაიზვოსტონაი ტრავმა ხო მითხარი ქართულად პრაიზვოსტონაი ეს არის ხო როგორ უხდებით ეს აგენ პროვოკატორი მე ხანუმა ვარ გენაცვალე ხანუმ მე პედოფილი და ჩვენ მეჯვარეები შეხედე აი ეგ ხალხი ისედაც ჯერავთ და ახლა ნუ გადარიეთ მე საქმეზე გელაპარაკე ჩვენ ხარ ლაპარაკობთ საქმეზე ყურადღებით საქმეზე ლაპარაკობთ ორი პროფესორი ლაპარაკობთ საქმეზე ჯანდაცვა ოპერაციაში უნდა იყოს ჟურნალი სადაც თუ შეჭხლით ექიმს ნემსი რომელიმე ან გეპატიტიანის ან სიფილისიანის ან სპიდიანის რო ჩაიწეროს იმ ჟურნალში და მე თუ გამიჩნდა მიმკურნალოს ამ კლინიკამ $70,000 გადაიხადოს მედი არა ჩემთან ესე უნდა იყოს მოსკოვში ესე იყო ესე უნდა იყოს გიორგი გააკეთე ეს რა გეხვეწები დაგვიცავით ექიმების ჩვენ რატო აქვს 70% ისა რა ქვია სპიდი და გეპატიტი C და ისა იმიტომ რომ ინსტრუმენტები არ სტერილდება დაეცა ამასობაში მიმდინარეობს აი შეხედე აქ ხდება პაკაზები მიდის აქ კიდე ცალკე თემა მიმდინარეობს კაი დაიხალა მოკლედ შენ ნუ გაურბიხარ ჩემს პირდაპირ და ხისტ გამონათქვამებს გამეცი პასუხი მოკლედ საწარმო ტრავმებზე გვაქვს საუბარი და საერთოდ ყველაფერი უფლების დაცვაზე უნდა დავიცოთ უფლებები უფლება და ექიმის უფლება დაცული უნდა იყოს ეს არის უმთავრესი იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ყოველი ექიმი უნდა მოწდებოდეს ყოველ სამთვეში ერთხელ თვითონ არის თუ არა სტერილური და ესე ჩვენ ხა ჭორობის თემა არის მოკლედ ჩვენ ძირფასო მეგობრებო გვიყვარხართ ძალიან მაკოცე ხო გაკეთე ორჯერ ახლა არ მესამეჯერ ოკეი მაკოცე ახლა შენც მაკოცე ერთი აი მაკოცე ისო მოკლედ ჩემო ძირფასო მეგობრებო ვაშინებ ჯანდაცვას აგენ ყავს ყველაზე ძლიერი კრიტიკოსი აგერ არის კი მე არ დავიდო ვარაფერი იქ საკეთელი ამბები მიმდინარეობს. კარგი, ჩემო ძირფასო მეგობრებო, მიყვარხარ ძალიან. აბა დაწერეთ, მჭირდება პლასტიკური დაცვა, აკრედიტაცია არ არის. აკრედიტაცია არის, ყველაფერი წესრიგში იქნება. ასეც იქნება. დიახ.
იქნება. всё, ცისოს მივეცი აქ პირობა ამასაც გავაკეთებ. კაი. მიყვარხარ ძალიან, გასულ ყველაფერი იქნება კარგად და ვიყოთ პოზიტიურები. აი ესე პოზიტიური დღეები თქვენ და აგერ მთელი სასტავი გეუნებათ პოზიტივი გამორთე. მეუნება გამორთეო რაღაცა. დადებითი ემოციები პაკა. პაკა, აპა ჩაო. რაც ვიდაპარაკეთ, ეხა შეუძლიათ მოისმინონ. ხო, ბოდიში უნდა გავთიშო.